მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის გადაცემა ვენი ვიდი და მე მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე ვარ. დღეს შორი მოგზაურობა გველის ერთ კონტინენტზე, რომელიც ამავე დროს ქვეყანაც არის, მას უნდა ვესტუმროთ და ეს არის ავსტრალია. ალბათ ყველაზე უფრო ეგზოტიკური იმ კონტინენტებს შორის და ყველაზე გვიან, ასე ვთქვათ, აღმოჩენილი ადამიანის მიერ, რომელიც დედამიწაზე არსებობს საერთოდ. უზარმაზარი ქვეყანაა, კონტინენტებს შორის ყველაზე პატარა, მაგრამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი, დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტიც კი მისი ფართობი, მაგრამ ეს არ არის ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. სულ 30 მილიონი კაციც კი არ ცხოვრობს, მაგრამ არის ძალიან საინტერესო მრავალმხრივ თავისი ბუნებრივი პირობების, წარმოშობის, ზოგადად გეოლოგიურ წარმოშობაზე მაქვს მე საუბარი, ეკონომიკური განვითარების და იმ ისტორიის თვალსაზრისითაც, რომელმაც ეს კონტინენტი და ქვეყანა ერთდროს ასე ვთქვათ, თაღლითების და დამნაშავეების, ასე ვთქვათ, გადასახლების ადგილი, აი როგორც საბჭოთა კავშირის დროს ციმბირი იყო მაგალითად, გადააქცია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და განვითარებულ ქვეყანად. ამიტომ საინტერესო იქნება მასზე თხრობა. ჩვენ ძალიან კარგი, გამოცდილი, მოგზაური და სპეციალისტი გვეყოლება მეგზური, ეს არის ბატონი გიზო ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად გიზო მუშაობს სარემოსდაცვისა და სოფლის ორივეში მუშაობს, რაც მთავარია, სამინისტროში და ის ასევე არის პრაქტიკოსი, ასე ვთქვათ, ლექტორი, ასოცირებული პროფესორი არაერთ უნივერსიტეტში. გიზო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდი. სწორედ გასულ წელს თუ არ ვცდები, მქონდა ბედნიერება და საშუალება, რომ ამ კონტინენტს, რომელზედაც ჩვენ გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ, წვევოდი. ამიტომ ეს ახალი შტაბეჭდილებები შედარებით, რომელიც გაქვს, ჯერ არ განელებულა, ამას იმედია ნაწილობრივ მაინც გაგვიზიარებ, იმიტომ რომ აგერ ავსტრალიის, ასე ვთქვათ, გაიდი, ანუ გზამკვლევი მაქვს და 600 გვერდზე მეტია, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით. უზარმაზარი კონტინენტია, ძალიან საინტერესო, მაგრამ აქედან რაღაც ფრაგმენტებს იმედია შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს, რომ ამის შესახებ იფიქრონ და თუ კი საშუალება ექნება, თვითონაც ეწვიონ ამ საოცარ მხარეს. პირველი კითხვა ესეთი, რა ბევრ ადგილას ახარ შენ ნამყოფი, შენი მისიებით, რომელიც სამსახურს უკავშირდება ამ თვალსაზრისითაც და აი რა განსხვავებული შეგრძნება დაგიტოვა ავსტრალიის კონტინენტმა? საინტერესო შეკითხვაა. მოგესალმებით პირველ რიგში. სასიამოვნოა, რომ ამ ტიპის გადაცემაში მიწევს საუბარი, ეს მეტ თავისუფლებას და მეტ შემოქმედებითი საუბრის შესაძლებლობას მაძლევს კონკრეტულ ისეთ საკითხზე, რაც არის შტაბეჭდილებები, ემოციები, განწყობები, რისთვისაც მომიწვიეთ, ასე ვთქვათ. ავსტრალია ეს ნამდვილად გამორჩეული ქვეყანა როა, ამას თქმა არ ჭირდება, შესავალშიც ისაუბრე და ყველა ადამიანისთვის ალბათ საინტერესოა და ცოტა იქნება ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია, რომ იქ მოუხვედრილიყავი და მენახა და ეს ჩემი, ასე ვთქვათ, სურვილიც იყო, მაგრამ რო გითხრათ, დიდი მოლოდინი მქონდა, რომ ავსტრალიაში აღმოჩნდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მომიწია პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ვიზიტი, დიდად არ ველოდი. და ეს გასული წელი აღმოჩნდა საინტერესო იმით, რომ ჯერ მომიწია იაპონიაში წასვლა, ასევე გამორჩეულ და განსაკუთრებულ ქვეყანაში და მალევე მოგვიწია ვიზიტი, სამსახურებრივი ვიზიტი ავსტრალიაში. ავსტრალიაში ვიზიტი შეეხებოდა მათი საირიგაციო სისტემების და საირიგაციო ზოგადად ინსტიტუციური მოწყობის და საინჟინრო ნაწილსაც და პოლიტიკურ ნაწილსაც, ანუ კანონმდებლობა, როგორ არის მოწყობილი, ვინ მართავს და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია და ჩვენ ექსპერტი, ვინც ყავდა მოწვეული ერთ-ერთი პროექტის
აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ყავდა მოწვეული, იყო ავსტრალიელი. და ის ამბობდა, რომ ჩემი აზრით საქართველოში ასე უნდა მოეწყოს აირიგაციო სისტემა, უნდა იყოს დახურული რაც შეიძლება მაქსიმალურად, რა თქმა უნდა ეს ჩვენც ვიცით. და ჩვენი კითხვა იყო, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს დახურული სისტემა, სრულად დახურული, როგორც აი წყალმომარაგება, როგორც სასმელი წყლის. რამდენად იმოქმედებს ეს ისეთ ადგილებში, სადაც დაბალი დახრილობა და ასე შემდგომ. და ეს გვეუბნება, კაცო, გაჩვენებთო, წამოდითო, ისეთ ქვეყანა, როგორც ავსტრალიაო, საერთოდ მოდი ასე ვთქვათ, ბრტყელი ქვეყანა ძალიან ნაკლები დახრილობის ამ ქვეყანაში თუ კიდეებს თუ არ რაღაც იან გარკვეულ ადგილებს თუ არ ჩავთვლით ძირითადად როცა იქცე ვერ დაგორდები მაგ ქვეყანაში ისეთი ბრტყელია პირველად თვალში გეცემა ეს არის ძალიან დიდი ისა სხვათა შორის ამ ექსპერტის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან უცნაური კომპლიმენტი თქვა საქართველოზე რა ძალიან დამამახსოვრებელი კახეთში ყავდა ათვალიერებს ახლა ამ კახეთის სასოფლო სამეურნეო მიწებს და როგორ შეიძლება მოეწყოს განახლდეს მოდერნიზება მოხდეს საირიგაციო ქსელების და ახლა კახეთში რა ანუ მშვენიერი ვენახია ან რაღაც კავკასიონს ხედავ რაღაც ისტორიულ ძეგლს ხედავ ბევრი რაღაცა რამაც შეიძლება თვალი მოგტაცოს ხო და ეს რაღაცა ესეთი გაკვირვებით გასცქერის ესე ვთქვათ ჰორიზონტს და ამ ბიჭო რა ლამაზია იცახეს და რა what a beautiful და მაინტერესებს ახლა რაღაც და კონკრეტულად რას გულისხმობს თორე ბევრია რაღაც იქ ლამაზი და ამოუდექი გვერდში და რობ მეუთხარი აი რას გულისხმობ what a beautiful slope რა შვენიერი დახრილობა აქვს თქვენ ქვეყანასო ანუ აი ახლა ინჟინერულად შეხედა რომ დიდი პრობლემაა ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ავსტრალია იმაში რომ ერთი მდინარიდან წყალი მიიტანოს სასოფლო მიწაზე ბრტყელია ფაქტობრივად კრიკებია თანაც შრება ის მდინარეები პერიოდულად და ხო ეგ ყველა ქვეყნის პრობლემაა მაგრამ ამან თავისი ასე ვთქვათ დახრილობის არქონის გამო მას უწევს რომ ხელოვნურად აკაჩოს წყალი ატომბოს და შემდეგ დაუშვას რაღაც ტერიტორიას და მერე წნევით გაუშვას და ამაში იმდენ ფულს ხარჯავთ თქვენო უფასოდ გაქვთ არის რაღაცები რაც ჩვენ ქვეყანას როგორც ხედავთ ავსტრალიას განცილებით ჯობი ვართ რაღაცებში ხო ანუ ეს იყო ჩვენი ასე ვთქვათ დიდი ჩვენი მიზანი შეხვედრის თუმცა გეტყვით რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან საინტერესო მოგზაურობა, საინტერესო ისტორია ახლავს ჩვენს ასე ვთქვათ მოგზაურობას, საინტერესო გეოგრაფიაში. კი ბატონო. აი ეს ისტორია ძალიან ხო. ამ გეოგრაფიამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გეოგრაფიამ შეძინა თავისი ასე ვთქვათ საინტერესოობა ჩვენს ვიზიტს. გეტყვით რომ ვიმოგზაურეთ, მოდით სად ვიყავით, გეტყვით ჯერ ამას, სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში კონტინენტის თუ ქვეყნის ერთ-ერთ ვერსიაზე შევთანხმდეთ. ორივე სწორია. კი ბატონო. ეს ის შემთხვევა რომ არ შეიძლება. 6 შტატია სულ და 3-ში ვიწია ყოფნა. ეს გახლავთ თვითონ შტატს ქვია სამხრეთ ავსტრალია, ქვია ვიქტორია და ახალი სამხრეთი უელსი. ახალი სამხრეთ უელსი. ეს საინტერესო ახალი სამხრეთ უელსი, იმიტომ რომ მე ახლა ისე ვიცოდი რომ ჯეიმს კუკმა რომ ავსტრალიას იქ შესწავლა დაიწყო პირველი სანაპირო ზოლი რომ შეისწავლა, თვითონ სახელიც მან და ეს არის 1770 წელი. და მერე მან მალევე მოხდა ის კოლონიზაცია და პირველი ბრიტანული კოლონია ზუსტად 78-ში უკვე პირველი რაც თვალშისაცემია რომ ხო ბევრი ქალაქი ვნახეთ რა ანუ ადელაიდადან დავიწყეთ და მელბურნამდე ჩამოვედით. აი ბენდიგო, ბერი, რენმარკი, სვონჰილი, აი ესეთი ქალაქები უფრო მცირე ზომის ქალაქები. ხო პირველი რაც არის შორს. ეს ქვეყანა არის ძალიან შორს რა. რითი როგორ ჩაფრინდით? დოხადან. 14 დიდი განსხვავება არ და შეიძლება კაი 15 საათის ვიფრინდით. დიდი განსხვავება არ იქნებოდა. იქ გადაჯდომა თბილისამდე. ჯამში 24 საათი მოგვიწია რო არ დავმალოთ. მიდიხარ, მე ერთმა ადგილობრივმა მითხრა საინტერესო თქვენო ახლა თქვენთვის ეგ უცხოა, მაგრამ მეო ჩემ ქვეყანას რო ხედავ თვითფრინავიდანო ხო იქ რადარზე გიჩვენოს რომ შენს ქვეყანას შემოხვედი. საქართველოს შემოხვედი და 20 წუთში დაჯდა. შემოხვედი და კიდე 1-5 საათი მიფრინავ. ეს არის ცოტა უცნაურობა ჩემი ქვეყნისო, ანუ ეს რაღაც მასშტაბურობა, სიდიდე, რაღაც სხვანაირობა და ის რომ სამხრეთ ნახევარსფეროშია. აბსოლუტურად. ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სკოლის დროს ხუმრობთ ჩვენ ამოტრიალებული რუკებიც გვინახავს ხო სადაც რომელიც ევროპა-ცენტრული არ არის კი ბატონო მაგრამ არის ესეთი კარიკატურებიც გვინახავს რომ იქ ხალხი თავდაყირა პირველი რაცაც გიდასტურებთ ხალხი თავდაყირა არ დადის ნამდვილად არ დადის შეიძლება არ დადის ზოგიერთ თავდაყირას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვიდრე იქ მაგრამ ეს სეზონური განსხვავება სეზონებს შორის განსხვავება იყო რაღაცა პირველი ეფექტის მომხდენი იმიტომ რომ ჩვენ ჩავედით ეს იყო მაისის ბოლო აქ მაისის ბოლო ივნისის დასაწყისი ეს იყო იქ შემოდგომა დასრულდა და დაიწყო
ზამთარი. ცივი პერიოდი. დაიწყო ზამთარი. ცივი პერიოდი რამდენად დაიწყო მეორე საკითხი, მაგრამ დაიწყო სეზონი ზამთარი. კალენდარულად ზამთარი. ხო და აქ რო კვირტი არა აქვს ხეს, იქ ფორთოხლის ისა აქვს, მოსავალი აქვს ასაღები. და დიდი ფორთოხლები და მანდარინები. აქ რო ვენა ესე ვთქვათ მოცლილია ჩვენი დიდი ხნის ესა რთველი დამთავრებულია, კარგახანია, იქ ბოდიშვიხტი აქ დამთავრებული კი არა, ჯერ კვირტიც არ არის, იქ ახალ დამთავრებულია რთველი. ხო და აი ეს იყო ისეთი უცნაურობა, რომ ფაქტიურად გაგიჩნდა, რომ სამყარო ძალიან უცნაურია, ნებისმიერ დროს შეგიძლია ცოცხალი ხილი შეჭამო. თავარია თუ გაქვს ამის მოგზაურობის შესაძლებლობა, ფორთოხას შეჭამო. თუ არ გეზარება 15-დან 24 საათამდე თვითმფრინავში ჯდომა. დღეს ყოველ შემთხვევაში ესეა ტელეპორტაცია. ამის ფინანსური რესურსიც. ხო და აი ეს იყო იმდენად შთამბეჭდავი პირველ რიგში რომ მე ახლა სურათებსაც ხო ვიღებთ მერე ვათავსებთ სოციალურ ქსელებში თბილისში ჩვეულებრივი მაისია და პორტოხლის ხესთან გახარა გაკვირტული ეს ხო თავისთავად მართლაც ბუნება ძალიან საინტერესოდ განკარგავს ამ რეჟიმებს რომელიც ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული ავსტრალიის კონტინენტზე მოდი 1-2 სიტყვა ვთქვათ რომ ეს ზოგადად გეოლოგიურად ხმელეთის უძველესი ნაწილია. ბრტყელიც იმიტომ არის, რომ აქ ძალიან ინტენსიური იყო ამ ეროზიისა და ნიველირების ტერიტორიის პროცესები, ხო? და არსებობს აი ცენტრალურ ნაწილში, ამაზედაც ორ სიტყვას მე ვიტყვი, ვთქვათ, იმიტომ რომ მე მომიწია იქ ყოფნა, შეჯდებართვით, რა თქმა უნდა. რომ არის აბსოლუტურად მოსწორებული ტერიტორია, სადაც აი 300 მეტრის სიმაღლის სულ რამდენიმე მასივია, დანარჩენი არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, აი რასაც შენ ამბობ, ბრტყელი, ზეგანი და ძალიან ესეთ მისტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთ დროს ეს გონდვანის ნაწილად ითვლება, ხო, რომ სამხრეთ აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდის კონტინენტებთან ერთად ქმნიდა ამას, მაგრამ შემდეგ აი ამ დრეიფებისა და გეოლოგიური, გეოტექტონიკური პროცესების გამო ის ცალკე კონტინენტად ჩამოყალიბდა და არც არავინ აიცოდა მის შესახებ, აი სწორედ მე-18 საუკუნის ბოლომდე. და რამდენად საინტერესო, უბრალოდ არც არავინ იცოდა, ცოტა ისეთი ნათქვამია, იმიტომ რომ ადამიანების დასახლება იქ მოხდა 60,000 წლის წინ. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გამყინვარება იყო და ხმელეთის ხიდიც კი არსებობდა, ანუ ხიდი რა გასასვლელი სამხრეთ ვთქვათ აღმოსავლეთი აზიიდან, აქ თუმცა უფრო უმეტესად მაინც ტივებით ჩადიოდნენ, როგორც ჩანს ბამბუკის და ასე შემდეგ და ის აბორიგენები 60,000 წელი ცხოვრობდნენ აქ, თითქმის მთელი, ასე ვთქვათ, ეთერნიტი, რასაც ქვია, ხო, ვთქვათ, მთელი ეს უსასრულობა და უსმოთ 2 საუკუნის წინ ჩამოვიდნენ თეთრკანიანი ხალხი და სრულიად შეცვალეს იქაურობა, რაც ძალიან გასააზრებლად ძალიან რთულია. ხომ არ გქონია საშუალება, რომ აი ეთნიკურ, ასე ვთქვათ, ეთნიკური შემადგენლობისთვის, მათ შორის აბორიგენული მოსახლეობისთვის შეგეულო თვალი. ესე იგი, ეს არის ერთ-ერთი სპეციფიკა ამ ქვეყნის, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანას ყავს თავისი აბორიგენი მოსახლეობა ისტორიულად იმ ტერიტორიაზე მკვიდრი, მაგრამ ამ ასე ვთქვათ, მოსახლეობას სხვა ისტორია აქვს. ის კი არა ზოგიერთი ავსტრალიელი იმასაც კითხვის, რომ არა თუ იქ ჩავიდნენ, არამედ იქიდან წამოვიდა კაცობრიობა. არის ესეთი ესეთი ჰიპოთეზაც არის. ვიკამათეთ, იმიტომ რომ ის არის რაც არავინ არ ვიცით და ამაზე კამათ არ ღირდა, თუმცა არის ესეთი მოსაზრებაც, რომ მათ ამაყობენ ამ სიძველით არა მარტო გეოლოგიური სიძველით, არამედ ასე ვთქვათ, ადამიანის დასახლებული პუნქტი, რომელიც იქ გაჩნდა საკმაოდ დიდი ხნის წინ და ის ძალიან დიდი მრავალფეროვნება არის აბორიგენების, იქ არის ანუ ბევრი ჯგუფები საკუთარი ენებით, ზოგიერთი ენას რამდენიმე მხოლოდ ასეული ადამიანი შეიძლება საუბრობდეს, ამაზე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება შეხვედრას, ახლა ჩვენ ვიყავით ან საირიგაციო ქსელებზე, ან გზად უდაბნოში გადავადგილდებოდით, ან ურბანულ სივრცეში. ხო, აქ ეხლა რთულია, რომ ასეთ დასახლებას შეხვდეთ, მაგრამ ყველგან არის ეს. და თვითონ გვითხრეს, რომ თქვენ რომ გამოარჩიოთ, სახეზე იცნობთო, იმიტომ რომ განსხვავებული იერი, განსხვავებული ჰაბიტუსი, განსხვავებული შესაძლებლობა, კანის ფერით დამახასიათებელი კანის ფერი და ფიზიონომია რა აბსოლუტურად დამახასიათებელი. ერთი რაც მომეწონა, არ ვიცი ხა ეს რამდენად მთელი ავსტრალიას მოიცავს, მაგრამ ჩვენ ვინც შეხვდა, მათ აქვთ
ისინი თავის თავს ნამდვილად თვლიან, რომ მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე, ისე რომ ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვნად შეავიწროეს, ფაქტიურად მოახდინეს მათი ტერიტორიების ოკუპაცია, კი რა თქმა უნდა, მე ათვისება და განვითარება და რაღაც, მაგრამ ის ხალხი ცხოვრობდა მანამდე და არ ჩავყვები ეს ისტორია ყველასთვის ცნობილია, ადგილობრივი აბორიგენები როგორ შეავიწროეს, იქ არის ცალკე დაკარგული თაობა, ასეთი ისტორიაც არსებობს, როდესაც პატარა ბავშვებს ართმევდნენ. მოკლედ, ამისთვის ისინი თავს დამნაშავედ გზნობენ. და დანაშაულის გარკვეული არა, გამოკვეთილი და მკაფიო, რომელსაც იგრძნობს ადამიანი, იმიტომ რომ ბევრს არა აქვს, ჩვენ ვიცით რომ ევროპელები ბევრ კონტინენტზე გადასახლდნენ, ან კოლონიზატორები იყვნენ, ან ადგილობრივი მოსახლეობა ევროპიდან გადასახლდნენ. და ამას სულაც არ განიცდიან. არც განიცდიან და დიდად არ ცვლიან რომ ეს პრობლემა იშვიათია, მაგრამ ეს გამიკვირდა რომ თვითონ ასე ხაზგასმით აღნიშნოთ ჩვენ ძალიან ცუდად მოვეკეცით. იქ მერე დაავადებები გავრცელდა, იმაში ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, მათი პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თან გაალოთ ეს იქაურო. არ მქონია მასე ახლო სუფრასთან არ მიქეიფია, თუმცა ავსტრალიელებთან ღვინის დალევა ამის შესაძლებლობა მოგვეცა. ღვინოც ერთ-ერთი ძალიან ისეთი თემაა, რომელიც ალბათ თქვენ ის ირიგაცია იმიტომაც ხდება, მათ შორის ღვინის კულტურის მოსაყვანად და ეს სწორედ ეს გზამკვლევი ვანახებს რომ აქ თითქმის ევროპელების შესვლასთან ერთად მე-19 საუკუნეში უკვე ჯეიმს ბასბი ყოფილა ესეთი კაცი, რომელმაც დაიწყო კულტივაცია ღვინის კულტურისა, რა თქმა უნდა, სამხრეთ შტატებში და დღეს ავსტრალია ერთ-ერთი გამორჩეული ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა, თან იაფიანი ღვინოც არის, ძვირიანი ღვინოც, წითელი ღვინოც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც საკმაოდ კარგ ხარისხად ითვლება. ღვინო ქართველ კაცს რო არ მოგხვდეს და ვენახი თვალს შეუძლებელია, დაახლოებით ის იყო ჩვენი შტაბ-ეშტილი. აქ რა მოგიყვანო, შემადლიანო შენა, იმიტომ რომ მოგვიწია ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, გაშენებული, ლამაზად მოვლილი ვენახის ნახვა, მეურნეობების ნახვა ფაქტიურად. მაგრამ ის ბრტყელზეა ეს თუ ბრტყელზეა. ეს არ არის ხმელთაშუა ზღვისპირული რაღაც ფერდობები შექმნა. ფერდობები არა აქვს შესაბამისად. მაგრამ სამაგერო დიდი სივრცეები. ჯერ მან არ მისულა რომ ხელოვნური ფერდობები შექმნა და გაეშინა, თუმცა ხელოვნური წყლისაწევები აქვს. და დიდი რაოდენობით წყალი საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი მათი ირიგაციისა, რა თქმა უნდა, ხმარდება მათ შორის იმას ვენახებს. ხო, ჩემთვის ძალიან საინტერესო ნახავი იყო ვენახის ზვარი და გვერდზე თქვა ციტრუსის ბაღი. ძალიან დიდ ბაღს ვსაუბრობ, ყოვლის ხომ რამდენიმე ჰექტარს, ათეულობით ჰექტარს და ესე რომ მიდიხარ მთელ სიგრძეზე და შუაში რომ კიდე კენგურუ დარბის, ამაზე ცალკე ვისაუბრებ. და კაკადუ გადაგიფრენს თავზე. ეს იყო რაღაცა ეგზოტიკა მართლა, ხო? და ამ ჩვენ ჩავედით ჩვენი ღვინით, ხა ქართველები რა თქმა უნდა საჩუქრად ჩავიტანეთ, ჩავედით. აბა ხა ავსტრალიელი ღვინო ქვეყანაში სადაც ღვინო იციან, ღვინო ესმით და ყოველ შემთხვევაში თვლიან რომ იციან და თვლიან რომ ეს ღვინო მათი კულტურის ნაწილია, ჩვენი კულტურით ჩავედით და იქ სხვათა შორის არ გაგვიწიეს დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ ყველგან აღნიშნავდა ჩვენ ჯერ მას მიზანს უთხარით რომ 8000 წელია ჩვენ ეს 8000-ს ისე ვანახავთ, რაღაც 8000 წელია ჩვენ ამ ღვინოს წურად. სულ ეხლა ხანს გავიწევთ. ხო, ახალ დაწყებული გვაქვს. და ითვლება ღვინის სამშობლო ჩვენი ქვეყანა. მართლა უკვირთ ეხლა, იმიტომ რომ ვერ შეგეწინააღმდეგება მე ვითვლებიო ვერ გეტყვის. განსხვავებით ფრანგებისა, ახლა საფრანგეთში ვიყავი და იქ არ ესიამოვნათ როგორ რაღაცა რაც ლაბა. ხო და არსებობს ინტერნეტი, მათ შორის ავსტრალიაშიც გაგიკვირდება და იქ შეგიძლია შეხვიდეთ საიტებზე. მეთქი აი BBC. ანუ დაიმოწმებ კიდევაც რაღაცას. National Geographic-ის საიტი იყო BBC-ზე. ანუ ვიდეო არსებობს ბევრი ფაქტი იმისა და გააკვირვებული უყურებდნენ, მაგრამ რაგბიში გაჯობებთ ეს პერიოდი იყო, რაგბიში შეხვედრები ვიყავი და მან აღარ შევეკამათე. თანო მე ახალზელანდიელი ვარ, გასაგებია მე ვთქვი სხვა თემაზე ღვინოს დაუბრუნდით. თუმცა არც მასეც თამამათაც ნუ იქნები რაგბისთან დაკავშირებით. რაგბიას რო უყვართ ახლა გასაგები. ნუ არა ხო, ერთი საინტერესო ისტორია რაც შეგვიძლია ცენტრია. ერთ-ერთ რესტორანში მოგვართვეს ღვინო საფერავი. საფერავი ეწერა პირდაპირ და ეს სად ნაწარმოები? იქ ავსტრალიური საფერავი და ჩვენ ახლა დელეგაცია ვიყავით რა, 7-8 ადამიანი თუ სწორად მახსოვს და აინტერესებთ ჩვენი აზრი საფერავთან დაკავშირებით. იციან რომ ეს ჩვენი ის არის ბრენდია. გავსინჯეთ ბიჭო და რა ვქნათ, არაფერი გემოვნები, გემოსთან არაფერი არ აქვს ჩვენ საფერავთან. არაფერი კავშირი. ანუ ჟარგონზე ვთქვათ გარტყმაში. საერთოდ ანუ კარგი არ ცუდია არა აქ ამას მნიშვნელობა. არ არის ცუდი ნორმალური ღვინოა, კარგი წითელი ღვინოა, მაგრამ არაფერი არ არის საფერავი, მაგრამ მოკლედ როგორია, კარგია, უთხარ შვენიერია, ადამიანო პატივი იქცა რაღაც.
არაო, გავიგეო, კარგია, ის თქვენ საფერავთან რაკავშირი რაღაცა ფერით გავს ასეთი მუქია ჩვენით. ამაზე მოკლედ ვიმსჯელეთ და ანუ შეგვატყვეს რომ ვერ გუქაჩავენ. თანახევრო და დელეგაციაში ვყავდა კახეთიდან არის ჩვენი კოლეგა გვანცა და თან მანდილოსანია და ეს მაინც არ მოგვატყუებსო რა და კითხეს რომ გვანცაო რა სიტყვია შენ როგორიაო და კახელებს უყვართ ეს პირდაპირ ესო საფერავი არ არისო კარგი ღვინოა მაგრამ საფერავი აღარ გაუგზელებიათ ამ თემაზე საუბარი ნუ ღვინო და ესა მოკლედ იდეალურად აქვთ აწყობილი ეს მეურნეობა თავის სარწყავი სისტემებით მე თუ დრო გვექნება მაგაცაც ვისაუბრებ იქ წყლის კულტურა როგორ აქვს ანუ საირიგაციო წყლის კულტურა მოკლედ ეს არის ქვეყანა რომელმაც ჩვენთვის ასე ვთქვათ ძვირფასი სასოფლო სამეურნეო ჯიში ძალიან დააფასა და აითვისა კი ნამდვილად და არც იაფი არ ღირს მე რაც ვნახე ყოველ შემთხვევაში დიდ ქალაქებში ხო ეხლა სულ მქონდა წარმოდგენა რომ ავსტრალიური ღვინო ესე მქონდა ნასწავლი და ნათქვამი რომ იაფია და ვთქვათ $2 და $3 იქ ღვინოს ვერ დალე. საფრანგეთში უფრო იაფი იყო. საფრანგეთში მეც ზუსტად მაგის თქმა მინდა საფრანგეთში იტალიაში კარგი ფრანგული ღვინო და არა ცუდი იყო. გაცილებ ხო, რა თქმა უნდა, ხო მე ხარისხიანზე მაქვს საუბარი თორე ალბათ ეხლა რაღაც მე არ ვიცი ხა რა საწარმოებო საერთოდ ავსტრალიაში, მაგრამ რაც კი დამილევია 10 ავსტრალიურ დოლარზე ნაკლები იშვიათად თუ რამე ღირდა და ყველაზე საინტერესო რა არის, მე არ ვიცი დაუკვირდით ეხლა ესეა თუ არა. იმიტომ რომ მე დამყოფი ვარ იქ დაახლოებით 12-13 წლის წინ. გეოლოგიურად არ შეცვლილა. გეოლოგიურად კარგია რომ იხარი რომ არ შეცვლილა სტაბილურად რო არის. და ისევ რომ ვერ ჩაგორდები. ისევ ვერ ჩაგორდები. მაგრამ საინტერესო რა არის? ახლა იმას კარენსის ანუ ვალუტას ხო ცვლი და ჩავედი და ნუ გადავცვალე 100 ამერიკული დოლარი და თქვა სიტყვაზე ვამბობ ხო და მომწეს 93 ავსტრალიური დოლარი. მე როგორ მოვდიოდი გადავცვალე თქვა სიტყვაზე 100 ავსტრალიური დოლარი და მომწეს 93 ამერიკული დოლარი. ანუ ის არ აინტერესებს საერთოდ. იქით გადაცვლი თუ აქეთ გადაცვლი მაინც აგებდა. ესეთი შემთხვევა, ნუ მე ბევრი არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში პირველი განცდა იყო. გასაგებია რომ საკომისიოა რაღაცაა და კარგავ შენაბუნს მაგრამ გადაცვლაზე ერთი საინტერესო ის იყო ჩვენთვის რომ ჩვენ რო ჩავედით ჯერ კიდევ მოქმედია დედოფლის გამოსახულებიანი ფულის ერთეულები კი და ჩვენ სპეციალურად მე არ გვჭირდებოდა დიდ ბარათით ვიხდით თუ არა მასპინძლები სხვათა შორის კარგი დახვედრით გამოირჩეოდნენ და კიდე ერთი რაც ქონდა რომ აი მართლა ორიენტირებული იყო საქმეზე დილით 7-ზე ვდგებოდით გვიანამდე ის რომ აი საშოპინგოთ შევედი არ არსებობდა ხა უდაბნოში არ არის მithumetes კარგად გასწრილი ათვისებული ეს შოპინგ მოლები და ურბანულ სივრცეში ცოტა ნაკლებად ვიყავით ამიტომ ფული გადახურდება იმიტომ გადავახურდა რომ წამომეღო დედოფლის გამოსახულება რომ ხვალზე ეს უკვე ეს გახდება რაც ისტორიის ღვინოზე კიდე ერთი კაი რამე გამახსენდა რასაც დავაკვირდი რომ ასეთი ტერმინი რაღაცას მაგალითად თუ გაგიკეთა ისეთი რასაც მაგალითად კენგურუს ნახვა მინდა თქო მაინტერესებს ჩვენი მძღოლი კი არ იყო თვითონ კონკრეტული კენგურუ გაინტერესებდა თუ ზოგადად კონკრეტულიც ვითხოვე მაგრამ მან ზოგადად დააკმაყოფილა ეგ არ არის ეხლა ეგ სხვა შტატშია და რო დაგვათვალიერებინა და მითხრა რომ აუცილებლად მე ვთხარი ახლა მივიყვანეს ადგილი სადაც ისეთი იყო ზოოპარკს ვერ დავარქვევთ იმიტომ რომ რაღაც შემოსაზღვრული იყო და იქ სირაქლემაც იყო კენგურუც იყო გადაადგილდებიან იმ ტერიტორიაზე რაღაც ესეთი სივრცე იყო სადაც კენგურუები ყავდათ მაგრამ ველური კენგურუ არ ყავდა ჯერ ნანახი და მე უცბად დაატორმუზა გული გაგვიშთა კაცო ისიჩქარით მივდიოდით და გაგვიჩერა აი და ესე პირდაპირ მოსეირნობს რა რამდენიმე კენგურუ დახტის რაღაცა საოცარი სანახაობა იყო ეგ რომ კენგურუს ხედავ შენ თვალით არა ზოოპარკში არამედ ეს კენგურუ თავისთვის დარბის და ღვინო შენზეაო ვერ მივხვდი რას ნიშნავს ეს ღვინო შენზეა მე რამდენიმეჯერ ახსენეს კიდე ჩვენს კოლეგებსაც ერთი ბოთლი ღვინო შენზეა ერთი თურმე რაღაცას რო გაიკეთებენ ეს ერთი ბოთლი ღვინო შენზეა რამდენიმე ავსტრალიელმა ახსენა თან ერთმა არა მარტო ამან რაღაც ესე ქონიათ და ეს არის მაღარიჩი ხო მაღარიჩი შენზეა ყოფილა ოღონდ მაღარიჩი შენზეა მართლა ხო არ ახტევინო და საღამოს მივედი რესტორანში და განამდე ელოდება ღვინოს ხო ყიდულობთო ეგ მეუცნაურა ცოტა ესეთი რაღაცა რომ მას ან მე განახედა ახლა შენ ხო მე ხო განახედა იმიტომ კი არა რომ ღვინო უჭირს და ვერ იყიდეს უბრალოდ რახან შენ ეს ღვინო მაღარიჩის კისრებაზე შენ ასე ვთქვათ დაგავალდებული რატო მიდი ბარემ ანუ ესეთი ასე ვთქვათ ეს მოხდა რამდენჯერმე და არა გამიგვირდა რომ მართლა ხო არ ვიყიდი ღვინოს იმიტომ ჯერ ჩაუტანე ქართული ღვინო და მე უხერხულ ახლა ავსტრალიას შევიდე რესტორანში და შევუკვეთო ავსტრალიელისთვის ავსტრალიური მაგრამ რომ დასყედით ღვინის თქვენ გადაიხადეთ ხო ამ შემთხვევაში გადაიხადეთ თუ გვითხრეს და ეგ გამიგვირდა კიდე მეორე რაც სუფრასთან დაკავშირებით იყო
და თვითონ ავსტრალიელებმა მიგვითითა რომ აი ეს უცნაური ესეთი განსხვავებაა ჩვენ კულტურებს შორისო ძირთად ხო ინდივიდუალური საკვებია. მოკლედ სამზარეულოთი ვერ დაიკვეხნიან სიმართლე უნდა თქვა. არა აქვთ არაფერი სამზარეულო ხა ის რაც არა აქვთ სხვა არის ბურგერი, არის სტეიკი, არის პიცა, არის უფრო ისე თევზის პროდუქტები, მაგრამ ისე ანგლოსაქსური და ავსტრალიური უჭამე რამე ვერ იტყვი ეგეთ რაღაცას რა. მაგრამ გემრიელია რაც აქვთ ყველაფერი, საკმაოდ გემრიელი და რო შევჭამეთ ხა ინდივიდუალური კერძები ხა ჩვენგან განსხვავებით და მორჩა სუფრა კიდე რამე სხვა შევუკვეთავთ გეკითხება მას მინძელი არა იმიტომ რომ სუფრა საბსოლუტურად დაცარიელდა და შენო ახლა მე ერთ რაღაცას მე საქართველოსიო აღმოვაჩინე რომ თქვენო ბევრი საჭმელი გიყვართო სუფრაზეო და შეურაცხყოფათ მიგაშინათ აი რაც არ უნდა ადამიანი ნაკვები იყოს მაინც უნდა იდოს საჭმელი სულ რო გადიხარ უნდა რჩებოდეს რაღაც საჭმელი და ჩვენთანო პირიქით არისო საკვებიო თუ დარჩა სუფრაზე ესო საშინელებად ითვლება რომ არ შეიჭამა ბოლომდე და ახლაო ცარიელ სუფრაზე იძახის ეს ვარიო ავსტრალიურიო 64-ო და ქართული ჯოჯოხეთი. მე მინდა ერთი ესეთი კითხვა დაგისვა და გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი იქნება ესეთ თემაზე, რომელიც არანაკლებ არის დაკავშირებული ბუნებასთან და იმ სივრცეებთან, რომელიც ავსტრალიაში არსებობს. მე ძალიან კარგად მესმის ის ფაქტი, რომ ხა სამი შტატი ვერ გამოხატავს იმ ძალიან დიდ მრავალფეროვნებას, რომელიც ავსტრალიაშია, მაგრამ და განსაკუთრებით უზარმაზარი ტერიტორიებია, ნახევრად უდაბნო, თუმცა შენც როგორც ამბობ გიზო, მოგიწია უდაბნოში, უდაბნოში მაგის გარეშე არ არსებობს. მგზავრობა ყოველ შემთხვევაში. 1/13 ქვეყნის არის უდაბნო. კი ბატონო. და პრაქტიკულად აი კანტებში აქვს, ასე ვთქვათ, დასახლებული მჭიდროდ ტერიტორიები. აი ბუნებაზე რა კი ვისაუბრეთ, ბუნებაც ძალიან განსხვავებულია, იმიტომ რომ ჩრდილო ნაწილი ავსტრალიის ტროპიკულ სარტყელშია და იქ ცოტა განსხვავებული, უფრო ჯუნგლებთან და აი ასეთ ტერიტორიებთან დაკავშირებული ბუნებაა, რეინფორესტები, ხო, ანუ უფრო კენიანთან, კარპენტარიის, ასე ვთქვათ, ყურეში და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო სამხრეთიდან მოდიხარ, უფრო ზომიერია და ზოგან უდაბნო ნაწილებიც აქვს. რა გარდა კენგურუებისა, მაგრამ კენგურუებზედაც 1-2 სიტყვა რო თქვა, შენ ნაცნობ კენგურუს კაი რა ვერ ნახე, სხვა კენგურუებზე თქვი და კიდევ რა ცხოველები შეგხვდათ ისეთი, რომელიც აი ნამდვილად ძალიან ეგზოტიკურია რა. ამითი ხო ავსტრალია გამორჩეულია. ესე იგი ჯერ ერთი ასეთი რაღაცა ვთქვათ, რომ ავსტრალიაში რომ მიდიხარ, ვერ იტყვი რომ ისეთ რაღაცები სანახავთ, იმიტომ რომ რაც არ ვიცი. საოცრება ამ ქვეყნის ის არის, რომ ისეთი რაღაცები სანახავთ, მიდიხარ, რაც ისედაც იცი. მაგრამ მაინც როცა ნახავ, აი იმის ნახვა რაც სკოლაში წიგნში გაგიგია. ახლა მაგალითად ალბათ გემახსოვრება სკოლიდანაც დინარე მიურეი შენაკადი დარლინგით. მიურეი დარლინგით ეს ბავშვობაში მესმოდა არაზროს არ წარმომედგინა თუ დარლინგის და მიურეის შენაკადი სადაც ერთებიან შესართავთან ერთად მოხდებოდი არაგვის და მტკვრის არ იყოს, ხო? ანუ ეს იყო რაღაცა ბავშვობაში რომ არ წარმოგიდგენია რომ ის რაც გეოგრაფიის მასწავლებელმა გასწავლა. საბოლოოდ მიურეი ჩაედინება სიდნეისთან ყურეში და მიურეის ყურეში. ჩვენ მიურეის ასე ვთქვათ, ჩვენი კუთხით რო ვთქვათ, საირიგაციო მიურეიზე ჩამოკიდებულ საირიგაციო სისტემებზე ვიყავით და ეს ასე ვთქვათ ავსტრალიის მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ისეთ სანახავად არ წავსულა, რაც წინასწარ არ გამიგია, არ წამიგდა ტელევიზორს არ მინდა. მაგრამ შენი თვალით რო ნახულობ, ეს არის კარგი. აი, წეღან ვახსენე, ხო? ის არის ვიდეოშიც კი რო გადაუღედა ჩემს მეგობრებს, ვაჩვენე და ოჯახის წევრებს, რო ხედავ შენ თვალწინ ველური კენგური. ანუ ველურ გარემოსთან ასე ახლოს მე არასდროს არ ყოფილი ვარ. იმიტომ რომ არის ტერიტორიები ერთი შტატიდან მეორე შტატში რომ მიდიხარ ან ერთი ქალაქიდან მეორეში აბსოლუტურად დაუსახლებელი ცარიელი ტერიტორიები და ეს არის აუთვისებელი ვერც აითვისებ იმას და ეს არის ჰაბიტატი ძალიან ბევრი სახეობის საოცარი ჰაბიტატია წერიდან დაწყებული ხიდან დაწყებული უცნაური ხეები სხვანაირი ბუჩქები რომელიც მანამდე არ გინახავს ბევრი რეპტილიებიც არიან იქ აი რეპტილიებზე მივალ ეგ ხო ვიცით რომ ავსტრალიაზე მე რაც ვიცოდი ყველაზე გავრცელებული ისაც მეშინოდა რაც კი დაფრინავს დააღოღავს დაცურავს დადის გადარბის ყველაფერი იკბინება და ყველაფერი შხამიანი ასეთი მით განწყობით წავედი და აღმოჩნდა რომ ეს ზამთრის პერიოდში ეს ყველაფერი ესენი რო დარბიან და დაცურავენ და თავისთვის არიან სადღაც მისულები ისე კი ვკითხე რომ მიკბინოს მე უთხარი ახლა ჩვეულები მდინარის პირებში ჩავდიოდი გველმა მე უთხარი გურუი გეტყობე უკბინო შენ მეც კი უკბენ მაგრამ მე რამდენი მაქვს დრო ექიმთან ეგ მაინტერესებს და დაახლოებით 20 წუთი 25 წუთიო გაქვსო საკმაოდ
ისეთი მოგფენია. ხო და აქ ამას იმ ადგილას მეუნება 2 საათნახევარია რომ მოვდივარ და დასახლებული პუნქტი არ მინახავს და ვთხარი 20 წუთში სად უნდა მიმიყო. თან გაქვთ მეთქი ალბათ შესაძლოა თან გაქვთ რამე. არა, კაცო, აქ ნუ ნერვიო ზამთარი ახლა არაფერი არ. ანდა გაიხედე წინო კაცო, რატო უნდა გიგბინოსო. ხო. ნუ ცოტა მეტად გავფრთხილ. ნუ დააბიჯებდა არის. ერთი ადგილი იყო სადაც ტბის პირას მივედით, შევისვენეთ, აი ვზივართ უცბად და იმ ტრედები რო გადაგერდეთ, ესე თეთრმა კაკადუებმა, ესე იგი მთელი დიდი ასე შხუილი. ხო, შხუილი და იქვე ხეებზე ჩამოსხდნენ და ეს არის რაღაც ესეთი. თან ეს ხეებიც რაღაც გამხმარი, რაღაცა დატოტვილი. ევკალიპტებია ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ალბათ არა, ეს უკვე უფრო ტენიან ნაწილში. აი ქვევით სადაც უფრო ახლოს ოკეანესთან და ზღვასთან ახლოს უფრო ეგ არის. კი. ევკალიპტები, ესე იგი თვითონ დასავლეთ საქართველოსდან მარგიცი და იქ ევკალიპტი ის არის შემოსულია ჩვენთან ალბათ და რო ახსენეთ ჩვენგან წაიღებდითო. ესეც ეს არის. მოიტანე უკან ხო? სხვათა შორის კარგი ვინოს თუ მოიტანე? იცი, კაი რაღაც ახსენე, რო არ შევეხო, არ შემიძლია ავსტრალიურ იუმორს. აი ვერაფერს ვეწარა, არ უნდა გამკვირვებოდა ბუნება და ველური გარემო, ყველაფერს ველოდი, მაგრამ აი მართლა რო გამიკვირდა რო არ ველოდი, ეს არის იუმორი. ამ ხალხს აქვს ისეთი იუმორი. ჩვენ რო კარგად გავუგებთ, ხო, იუმორი სოფლიოში ბევრი ქვეყანა სხვა. მაგრამ ხო, ხანდახან აცდენია. ხო, აი მაგალითად მგონია რომ ბრიტანული იუმორი შევხვდები, ბრიტანული იუმორს ვერ ვიგებ, შეიძლება კარგია, მაგრამ მე ვერ ვიგებ, არ მეცინება. იმას შეიძლება ქართულზე არ ეცინება, მაგრამ ამათ რო შევედი, ჩვეულებრივი აი გურჯანელი და თელაველი რო ხუმრობს ერთმანეთზე. ჯიგრული. ხო, აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვი ხა. ჯერ რაც აღმომაჩინე შტატები ერთმანეთთან ზუსტად ესეა, ჩვენი სამ მეზობელი კუთხეები როგორც არის, ერთმანეთს რამე გამორჩეული აქვს დაუყრინოს და ოდნავ რამე თუჯობია, გააბუქოს და ამ ვიქტორიადან, უბრალოდ სამხრეთ ავსტრალიიდან ვაპირებთ ვიქტორიასკენ მივდივარ და რაც ვნახეთ ამ სამხრეთ ავსტრალიის შტატში, ყველაფერი ლამაზი იყო. აი, საოცარი გარემოა რა და ხო, რა თან მრავალფეროვანი. ხო, ხო, ეგ არის რა. 80-90%-ო ჩვენიაო, ენდემურიაო ეს ყველაფერი. ანუ ამაზე ხო თალკე ის არის, რომ ყველაფერი თავი ადგილობრივია რაღაც ისეთი რაც სხვაგან მერე წაიღეს. ან არ არის. და ვეკითხებით რომ თან ცოტა ეს კომპლიმენტნარევი შეკითხვაა, რომ მეთქი ბიჭო, ასეთი ლამაზი ადგილები რო გაქვთ, ყველგან სადაც მეთ ლამაზი ადგილებია. უშნო ადგილები არა გაქვთ მეთქი და როგორ არა, აი ვიქტორიაში რო გადახვალ, ახლა მაგის მეტი რა არის. ანუ აი ეს წარმომიდგენია თელაველმა კახელზე ან გურიაში რო იხმობენ ქუთაისში, აი დაახლოებით გადახვალ აგერ ახლა ვიქტორიაში. ან ქუთელმა ზურგეთელზე, გადახვალ მაგის მეტი რა არის. და ჩვენი მასპინძელი ვინც გვახავს ვიქტორიელი იყო. გაეცინა, მაგრამ გადმოხვალ და გაჩვენებთ, რომ იქაც რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ხო, აი ესეთი გულღიაობა კიდე რაც მომეწონა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მაგალითად ქართველები და სამხრეთის ხალხი ვარ და ცოტა სადაც ჩავდივართ ველოდებით რომ ჩვენსავით ემოციებით უნდა შეგხვდნენ და გაგიჟდეს ვიღაცა გადაეს ვინ დავინახე და რო არ ხვდება ეს შვეიცარიელი და გერმანელი ცოტა ესტონელი რო შეგხვდა თუ არ გიჩნობს თუ გიჩნობს უკვე გხვდება თუ კი ხვდება მაგრამ ერთი 10 კაცი 10 ქართველი ვიჯექით ესტონელი ყავდა მასპინძელი და 10 მარტო ერთი იყო ეს უცხოელი და ჩვენ რა თქმა უნდა უმეტესად ქართულად ვლაპარაკობთ ხმაურობთ ეს გაკვირვებულ რას აკეთებთო ეს პირველად ნახეო ამ ხელა ისო მეცო დადებითად ვარ თქვენს მიმართ განწყობილიო უბრალოდ ვერ გამოვხატავ ანუ არ იფიქროთ რომ მეო თქვენო ახლა რამენაირად ესა ხო და ეს გულღიაობა აქ თვალშისაცემია შედიხარ მიდიხარ უცხო ხალხში აი ის ბრინკინგი რო აჭირდება ხო და რაღაც ბარიერების გარშე პირდაპირ იწყებს მომიყევით თქვენი სოფლის მეურნეობის შესახებ იწყებს რა პრობლემა აქვს რაღაცა ისე დაწყობილი ოფიციალური ტონითაც არ გელაპარაკებთ თან ამ არაურბანულ სივრცეებში მით უმეტეს უფრო სასოფლო აგრარულ სივრცეებში ჩადიხარ როგორც ყველა ქვეყანაში იქაც უფრო მეტად მაგალითად სოფელით როგორ გამოიყურება ეს ალბათ მაინც ფერმერული აი ჰამლეტს რო ქვია ესეთი ასე ვთქვათ ცალკე მდგომი მეურნეობების სახი აქვს შიდა მეურნეობების თუ რაღაც ისეთი კომპაქტური დასახლების ფორმატიც აქვს თქვენ როგორები ნახეთ ჩვენ უფრო მეტად ვიყავით აი შირაქის ველზე რო წახვიდე დაახლოებით ასე ვიყავით უმეტესად ჩვენი ნახვის ობიექტი იყო არა სახლები თუმცა ვიყავით სოფლის დასახლებაში ხო აი რაც არის ის არის რომ აი ნოდარ დუმბაძეს რო აქვს ხო იცის მეო ის დაბალი ამერიკა უფრო მომეწონაო გაზონი რო ესე ლამაზად შეუძლიაო სახლის წინო ისო ცათამჭეს ააშენებდაო რა დაახლოებით ერთაპეტილად დამჭა ისეთი ლამაზი მოვლილი ეზოები აქვთ სუფთად იქვე სახლთან ახლოს პატარა მეურნეობა და ყველაზე და მე უმეტესად ნახეთ აი ეს სავარგულები ასე ვთქვი დიდი სადაც ირწყვება პირველი რაც თვალში მოსახვედრია ამ ხალხისთვის ეს ხალხი გძნობს რომ ეს ტერიტორია მათია ანუ
საკუთრების განცდა აქვს ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ჯერ საკუთარ მეზობელი არ აყავთ, კაცის შვილს არ დაურთმევია თავისია, არავინ არ ეცილება იმ მიწაში. რატო უნდა გქონდეთ, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ ეს ხალხი გააზრებულ მეურნეობას აყალიბებს. კიდე ერთი რაც სპეციფიკა რაც სხვა ქვეყანაში არსად არ მინახავს, არ ვიცი შეიძლება არის, მაგრამ მე არ მინახავს, არის წყლის უფლება, ასე ეძახიან რა. წყლის უფლება ნიშნავს, რომ ოდესღაც დათვალეს რაღაცა ჩამონადენი, რა რაოდენობა თქვა, ააშენეს დიდი კაშხალი. რამდენს უნდა მოემსახუროს და ითვლება რომ დინარეში არსებული ეს წყალი ეკუთვნის მოსახლეობას. კომუნას ეკუთვნის. და დაუნაწილეს პირველი მსოფლიო ომის მერე დაბრუნებულ ხალხს დაეკავებინათ, მერე მეორე მსოფლიო ომის მერე დაურიგეს ანუ წყლის უფლება გადასცეს. მე ვიცი რომ ოჯახი ვარ, თან სხვათაშორის დემოკრატიული პრინციპებით ისე კი არა, 5 მე ვარ, მეც მომცემ და 4 შენ ხარ ნაკლებს. ერთ ოჯახს რამდენი წყალიც უნდა ყოფნოდეს, საზომი ერთეული ასე თქვა, ბოთლი თქვა, სიტყვა რეალისტური. რეალისტური, ანუ სიტყვა თქვა ბოთლი და ის ბოთლი არ იგულისხმება, რაღაც საზომი ერთეული. ამდენი ბოთლი წყალი აქვს ამ ოჯახს, იმდენი ბოთლი იმას. ეს მე მეკუთვნის მოვიხმარ თუ არ მოვიხმარ. რაში ვიხდი ფულს ირიგაციაში? ვიხდი რომ მომიტანონ დინარიდან სახლამდე. და ეს გვაინტერესებდა საირიგაციო მომსახურება როგორ ხდება. და აქ მაგ ყავს მე 3 ტიპის შესაძლებლობა. ერთი ფერმერებმა დავაფუძნეთ კომპანია და ჩვენ თვითონ მოგვაქვს, ანუ ავირჩიეთ ვიღაცა. ხო, ანუ შუამავალი არ იყო. ხო, სანამ სახელმწიფო ჩაერეოდა პირველი საირიგაციო ქსელები, საკუთარი ფულით გვაჩვენეს ძველი საირიგაციო სატუმბის სადგურები რაღაცები, რარიტეტად შემონა. მეორე ანუ სახელმწიფოს ვუკვეთა, ოღონდ სახელმწიფო ფულს იმაში არ მახდენოს, რომ წყალში გადავიხადო, იქ ეგრეა. წყალი ჩემია, რომ მომი ამოტუმბა დენი დახარჯა მომსახურებაში და ან ცალკე კერძო კომპანია, რომელიც შეიქმნა თავისით და დავიქირავე რომ შენ იმისთვის რომ ხო დაუკვეთო მათ ესე. ან და მე მოულა შენახვა განახორციელო. ეს უცნაური თემა რომ წყალი არის ჩემი. თუ მომიტან მოტანაში ვიხდი ფულს. მოსახლეობა არის იმდენად ამაღლებული იმ განწყობით რომ კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლება იქ არის მოსახლეობის დაქირავებული, ასე ვთქვათ, მართლა ასე გამოიხატება. ეხლა მე რაც ვნახე, სოფლის მეურნეობას გულისხმობ, სხვაგან არ ვიცი, სხვა სფეროებში როგორ არის. იმ სფეროში ასეა და მოსახლეობა გძნობს, რომ ეს ქვეყანა არის მისი. სხვათა შორის ამ ქვეყანას ნამდვილად ეტყობა იმ პროგრესში, მათ შორის ეკონომიკურშიც და სოციალურში და კულტურულშიც, რომელიც ბოლო დეკადების განმავლობაში აქვს, რომ ნამდვილად ასე უნდა იყოს, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა ეკონომიკურად, მაგრამ რამხელა წარმატებები აქვს ხელოვნებაში, სპორტში, ცხოვრების დონეში ამ ქვეყანას, რომელიც იყო კოლონია და შემდეგ კოლონიალიზმის მერე დიდად, ასე ვთქვათ, აყვავებული ქვეყანა ეს არ იყო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ყოველ შემთხვევაში. მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით და შემდგომ დეკადებშიც კი ყოველ შემთხვევაში ვერ შეეჯიბრებოდა დიდ ქვეყნებს, ხო? ეხლა დიდი ქვეყანაა თავადაც. ასე რომ ეს ესე იქნება. მოდი, შენას ვქი ერთს დავამატებ. შესავალში თქვი რა. შრალი, ყველაზე მშრალი ადგილი ხო? გარდა ამისა, ყველაზე თვითონ გითხრეს, ყველაზე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მცირე ნაყოფიერი ფენა აქვს, ანუ ნაყოფიერი ნიადაგი. მცირე ნაყოფიერი ნიადაგი აქვს. და იმ მცირე ნაყოფიერი ნიადაგისთვის კიდე ძალიან ბევრ ფულს შრომას ხარჯავენ, რომ ის გაანაყოფიერონ, წყლით მოამარაგონ და ასე შემდეგ. ანუ ადამიანები ფაქტიურად უდაბნოში ბევრი შრომის გარეშე ეს არ გამოდის და სავარაუდოდ ეს ქვეყანაც ჩამოაყალიბა ამან, რომ უდაბნოსთან ბუნებასთან ჭიდილში, აი ამ რთულ გარემო პირობებში ჭიდილში, მათ სახელმწიფო შექმნა, მე ამ სახელმწიფოს გაუფრთხილდები. აღარ მიუშვებ თავის, ანუ არ გემეტება, რომ ეს გასანიავებლა და იმანაც შეუწყო ხელი, რომ მართლა მეზობელი არ ყოლია, რომ თავს დასხმოდა და ტერიტორიული პრობლემა არ ქონია. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ალბათ. ყველა ქვეყანა, არ ვიტყვი მარტო ჩვენზე, ეს ჩვენი პრობლემა ხო არ არის მარტო. ყველა ქვეყანა მეზობელი მის ტერიტორიას უყურებს. ამათ ეს ბუნებრივია, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მაგაში დაგეთანხმები. მოდი, ეხლა ცოტა ამ რურალური სამეურნეოდან გადავინაცვლოთ. ეს არის ალბათ ოაზისი რო დაინახო უდაბნოში, რა რეაქციაც გექნება, ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად როგორც ვთქვი, ქალაქიდან ქალაქში მოძრაობის დროს გავდიოდით ამ დაუსახლებელ, აუთვისებელ სივრცეებს და გავიარეთ 2000 კილომეტრი. ქვეყნის შიგნით თვითონ ვინც იყო ჩვენი მძღოლი, იმან გავიარეთ 2000 კილომეტრი. ვიარეთ აი ამ სხვადასხვა იმებში. და უცბად რო ჩადიხარ და ცათამბჯენების ქალაქში, მარტო დაბალიც რო ყოფილიყო, ურბანულ სივრცეში გადახვედი, ცივილიზებულად, თანამედროვე, სრულით ასე ვთქვათ, დამახასიათებელი თვისებებით, ეს არის ძალიან მაღალი კონტრასტი რა. კენგურუ მორბენალ კაკადუ გადაფრენილი კაცი რო ჩადიხარ, აგერ დედაქალაქში არ არის, მაგრამ მელბურნი, მაგრამ ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში, ასე შტატის ცენტრში, ძალიან დიდ ცენტრში. ეს იყო ძალიან კონტრასტი. თან დაემთხვა ამას, რომ იყო კარგი ამინდი, იყო ასე ვთქვათ, ზღვის სანაპირო.
საოცარი პლაჟი. ხო, საოცარი უსაისა და ეს პალმები სპეციალურად მოვლილი. ფაქტობრივად კონტინენტსაც 3 ოკეანე ესაზღვრება და გადიხარ სანაპიროზე და გასცქერი სივრცეებს, ოკეანეებს გასცქერი, ერთიც კი არა, რამდენიმე ოკეანეს და ესეც მაღალი, ანუ გარდა ამ ურბანულობისა, ქვიშაა რაღაც საოცარი. ხო, ქვიშა სერფინგის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. შემოგიზო, იცი რა, მართლაც რაღაც უზარმაზარი თემაც არის და ძალიან ასე ვთქვათ აღტკინებით ყვები შენც და მეც, იმიტომ რომ არ არის ეს ისეთი ადგილი, სადაც მოხვდება ადამიანი და არაფერი არ დაამახსოვრდება. პირიქით, ყველაფერი დასამახსოვრებელია თითქმის. ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი მოგზაურობისთვის. იმედია ჩვენი მაყურებელი კმაყოფილი დარჩა, რაღაცები შეიტყო კიდევაც. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმედია კიდევ გვესტუმრები, მაყურებელს დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. Yeah.